გამარჯობათ მოგესალმებით მომხრებლებო. ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემებს და რაც წინა გადაცემაზე ქონდა ჩვენ რაღაცა გარკვეული თემა, ამ თემას გავაგრძელებთ. ხო ბატონო, თან მივესალმებით ჩვენს მოყოლებზე. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ დღეს შავი ზღვის პრობლემების შესახებ და შემდეგ რამდენიმე სხვა საკითხიც გვექნება. მაგრამ ერთი რამე უნდა გითხრათ, სანამ დავიწყებთ მას, რომ სანამ შავ ზღვას დავუბრუნდებოდეთ, მანამდე ჩვენ შევძელით გასული წლის მარტ-აპრილში გამოგვეცა ეს წიგნი, რომელსაც ქვია ტელეპორტაცია მითი თუ სინამდვილე. ჩვენ სამი კაცი ვწერდით ამ წიგნს. ბატონი გიანა დარეშვილი, ბატონი თეიმურაზ ნადარეშვილი, ჩვენი მეგობარი, ბირთვული ფიზიკის ასე ვთქვათ, ბრწყინვალე წარმომადგენელი და სვათაშვილის ინტერნეტში დევს ინფორმაცია ბატონ თეიმურის რაღაც გარკვეული ჯილდო გადასცეს უნივერსიტეტში. ძალიან კარგი, მიულოცავთ ბატონ თეიმურს. დიდი პატივისცემით და იმედია მალე ვიხილავთ ჩვენს ტელემოყრუს და ჩვენს ფანტასტიკური პიროვნება არის. არა მარტო იმიტომ რომ ნადარეშვილი თვითონ არის ფანტასტიკური. ხო, ნადარეშვილს არ არის ახლა. ცუდი გვარი. ხო, ახლა ამინდა ვთქვა, ჩვენ დავიწყეთ ეს წიგნი და ამ წიგნში აღნიშნეთ, რომ ტელეპორტაცია მითი იყო თუ სინამდვილე. და რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ამ განმავლობაში, აი შავ ზღვაზე ვსაუბრობთ საუბარი, ტელეპორტაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რამაც უნდა გადაარჩინოს ეს ჩვენი მშობლიური შავი ზღვა. მაგრამ ჩვენი ესე იგი გადარჩენა უნდა დაიწყოს ადამიანთა ცნობიერებიდან. და აი მე თქვენ წაიკითხავთ ახლა ივანე ოქროპირის სიტყვებს და შემდეგ ძალიან მოკლედ გეტყვით ამასთან დაკავშირებით რაღაცებს. აი ასეთი მერვე გვერდზე წერია ამ წიგნში ამის შესახებ, რომ ივანე ოქროპირი ბრძანებდა. ბევრი ცოდავს სოდომელთა მსგავსად, მაგრამ მათზე ცეცხლის წვიმა არ გადმოდის, რადგან მათთვის ცეცხლის მდინარეა გამზადებული. ეს არის მოგნებელი სიტყვები ყველა მორწმუნისათვის და ყველა იმისათვის, რომ ვინც ასე ვთქვათ, ცოდვასთან შორიახლოს ტრიალებს. და ჩვენ ამის შესახებ დღეს საუბარს აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ შემდეგ გადაცემებში აუცილებლად ვისაუბრებთ აი ამ წიგნის შესახებ და სულსაც ამ თავის შესახებ, რომ რას ნიშნავს ადამიანსაც ის ცოდვა, რომელიც ცოდვასაც ასე ვთქვათ, დიდი გაქანება ჰქონდა ბოლო დროს და ამაში ბარეული იყო ჩათრეული, რომ ვთქვათ, თანამდებობის პირის და ასე შემდეგ. ამიტომ ამ თემაზე მე აღარ გავუბრუნებ საუბარს. ახლა ჩვენ დაუბრუნდეთ პატრონია ჩვენს შავ ზღვას მრავლად ნაგვემს, ნაწვალებს და რომელსაც დაემატა, როგორც ჩვენ აღნიშნეთ, წინა გადაცემებში ერთი ასე ვთქვათ, უბედურება, რომ ქერჩის სრუტეში ჩაიძირა ორი ტანკერი, რუსული ტანკერი და ასე ვთქვათ, 1000 კილომეტრი დაიფარა მაზუთის ბლანტი მასით. თქვენ ასმედი არსნაკრები ჩვენს ეთერში განაცხადეთ რამდენიმე კვირის უკან, რომ თქვენ შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, ებრძოლოთ ამ მაზუთს და მიიღოთ გარკვეული მონაწილეობა შავი ზღვის გაკეთილშობილებაში. აი ამის შესახებ უფრო დაწვრილებთ ახლა რა ახალი მიგნებები ხო არ გაქვთ ამ წელს განმავლობაში. იცით, სამწუხაროდ მე თბილისში ვარ, შავ ზღვასთან გვერდზე და მაგასთან ცოტა ახლო არა ვარ, რომ თქვათ ამეღო ეს მაზუთი ზოგადად ახლა საქართველოში შემოვიდა თუ არა. ჯერჯერობით არ შემოწვა ჩვენი მონაცემებით. და მე ნახა ზოგადად ხოგერ მაზუთი სხვადასხვანაირია, მე კიდე ზოგადად არც ვიცი ხო ეს შავი ზღვაში, ან თქვათ წყალში მაზუთი როგორ იცვლება. მე ვიცი რომ მაზუთში არსებობს ბაქტერიები, რომელიც იკვებებიან ამ მაზუთით. სხვადასხვა ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა მოგწერა ბატონია ჩვენი გადაცემის შემდეგ, რომ რუსეთში მიდის საუბარი, რომ ბაქტერიების საშუალებით ებრძოლონ ამ მაზუთს. მაგრამ ეს ჩვენი მკითხველი, რომელიც გათვითცნობიერული ეტყობა, კარგად იცნობს თქვენს მიღწევას ამას, რომ დარწმუნებული რომ ბატონ გიას ბაქტერიები უფრო მედგრად შეუტევენ ამ ასე რომ ვთქვათ, შავი ზღვის ამ დამიზურების ზონასა და აი ამის შესახებ გვინდა კიდევ რომ იცით, ისევ იმ გზიდან რაც მე გავიარე, ვთქვათ, ნიადაგთან თქვათ კავშირში როდესაც ვაკეთებდით დას, რას ვაკეთებდით, ხო?
აი ამ ნიადაგში ვზდიდით რაღაც გარკვეულ ესე ვთქვათ სოციალ არსებობებს. ხო და ეს ბაქტერია იქნება, ეს იქნება რაღაც გარკვეული ესე ვთქვათ ჭანჭველა თუ სხვა რამე მნიშვნელობა აქვს. უღoters ვაძლევს საშუალებებს გამრავლების და იმუნიტეტის გაძლიერების და სიცოცხლის ზრდის გაგრძელებაზე. მაგრამ ისინი ქმნიან მერე დანარჩენ თქვათ იგივე გუმს. აქაც იგივე სიტუაცია არის. იცით, ალბათ ეს კანონზომიერია, რომ იქ რუსეთში იქნება თუ ამერიკაში იქნება, აი ამ მიმართულებით უნდა გაანადგურონ მაზუთი. იმიტომ რომ სხვა გზა ამაზე ესე თქვა რაციონალური არ არის. მაგრამ ჩვენს მაყურებელს იმედი აქვს, რომ უკვე ეს ბაქტერიები ჯარი ეყოლება ბატონ გენადარეიშვილს. აქ ბაქტერიებს მე კი არ მიუმატებ. იმ ბაქტერიებს გავამრავლებ. კი, რომელიც ხო იმედი მაქვს, რომ ის მეთოდიკა, რასაც მე რომელიც შეჭამს ამ მაზუტს. ხო, შეცვლის ქიმიურად. ხო და მე ესე თქვა სტიმულატორი, რაც მე ვფლობ, მე არ მგონია ჯერჯერობით სხვებს გქონდეთ. გასაგები, ესე იგი, ეს არის გამორჩეული რაღაცა გაქვთ, საიდუმლო იარაღი, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც შეუძლია რაღაც დადებით რომ ითამაშოს. სიტყვიერად კი ისე ვამბობთ, რომ ეს არის ამინომჟავების კრებული. ხო, გასაგები, მაგრამ ეს უკვე თქვენი საიდუმლოა და არა, აი ჩვენ გასულ გადაცემაში ვთქვით, რომ ნიადაგში ხმარობთ. მე 7 გაზავეს ეხლა გამოიყენე მერვე, მეცხრე, მეათე. ეს ჩვენ იეთრისაც ვაჩვენეთ, მაშინ წერილში ვატარებთ ექსპერიმენტს. იგივე არის მაზუთი. იმიტომაც ვთქვი მე, რომ წინა გადაცემებში, რომ მე მჭირდება რამდენიმე ისე ვთქვათ კილო ამ მაზუთის, რომ სახლის პირობებში გავაკეთო რაღაც გარკვეულიც და რომ ვნახო ეს გაზავები და რომელი აჯობებს. მაგრამ რახან გამოგვეხმაურენ ხელისუფლებიდან ამ შესახებ, მედია ამ გამხმარებას საქმეც მოყვება. და ჩვენ ველოდებით, ახლა მგონი დიდხანს არ დაგვინდება ლოდინი. ისე გადავდივართ, გვინდა არ გვინდა პოლიტიკურ საკითხებს. ხო, თან ვარაუდების სფეროზეც გადავდივართ ხოლმე ჩვენ. იმიტომ რომ დღესდღეობით ზოგადად ეს პრობლემა თუ შემოვიდა საქართველოში, რაღაც გარკვეული თქვა თვეები, ხალხი რომ იდის დასასრულზე, შეიძლება ეგ პროცესი დაიკლოს, გაჩერდეს. საერთოდ შეიძლება არავინ მიაკაროს ზღვას და თუ ასე გაგრძელდეს პროცესი, შეიძლება თელი შავი ზღვისარაბიძე ჩავკდეს ცხოვრება უბრალოდ. და ეს ყველაფერი ეხება მე თანხებს და ისევ პოლიტიკაში გადადის. აქედან გამომდინარე სხვა გზა არის, უნდა მიხედოთ ამ პრობლემას. ამიტომ უნდა მიხედოთ ამ პრობლემას, უნდა იყოს დახმარება ახლა. არა, მე მგონი არ არის რთული, რომ რამდენიმე კილოგრამი მაზუტი ჩამოტანა და ზღვის, ასე ვთქვათ, ზღვის წყლის ჩამოტანა იგივე ქერჩიდან საქართველოს. იცით, რა ვიცი, წინა გადაცემაში ჩვენ თქვით, რომ თვითონ ეს მეთოდოლოგია შეიძლება თქვათ სოფლის მეურნეობაში 60% მოგება მისცეს ზოგადად მთელ საქართველოს. მაგრამ ესეც მოგება არის. ესეც ჩვენ თუ ეს მეთოდიკა დავამუშავეთ და გამოვიგონეთ ის დანამატი პრაქტიკულად, ჩვენ შეიძლება მე ეს მივყიდოთ იგივე თქვათ ბულგარეთს, იგივე რუსეთს. რა თქმა უნდა. და ჩვენ ქიმიურ საშუალებებს შემოგვაქვს იქიდან. აქედანაც გავყიდოთ რომელიმე. ხო. ღვინის გარდა. რაც თავარია, ესე იგი ქვეყანა იქცევა სათავეში. შავი ზღვის ქვეყნების შორის სათავეში. თუნდაც ერთ საკითხი, რაც არის ეკოლოგიური კატასტროფის წინამდე ბრძოლა. საქართველოს შეიძლება ამ ბრძოლის მედროშე გახდეს. ეს აუცილებელია, იცით, აუცილებელია, იმიტომ რომ მე სხვა პერსპექტივას ზოგადად თლიან საქართველოსთვის ვერ ვხედავ. ხურძენი გვაქვს ვინოს ყიდით. კიდე რა იყიდება საქართველოში? ინტელექტი რა თქმა უნდა. არა, ეს ამაზე ჩვენათ ვარ. აი ეგ არის უბედურობა, რომ აი ეს ინტელექტი თუ არ დაინახა, რომ საქართველოში ხვალზე ჭირდება საქართველოს, ის გაიქცევა სხვაზარგარ. რა თქმა უნდა. და ის რომ თქვათ ნახოს რომ ჭირდება, ეს ტექნოლოგიები უნდა შემოვიდეს. მე არ ვიცი რამდენად ხდება ახლა ვინ ჩვენ ვისმენს, რა ხდება დედამიწაზე და გლობალისტები როგორც ცვლიან ესე ვთქვათ თავის ჯუაზე ქვეყანას.
იცით რაღაც გარკვეულ ესე თქვათ მიმართულებას საერთოდ აჩერებენ რომ ადამიანობა ნაკლებად იყო ჩარეული ახალ ტექნოლოგიებში. ეხლა ბოდიშს უხდის უხოლას, მაგრამ პაციენტებს რო ეკითხები სპეციალობით ვინზანდებით 70% მე ვარ ფსიქოლოგი ვარ. ხო. ვის ჭირდება ამდენი ფსიქოლოგი? და ამათ შორის შეიძლება 1-2 იყოს დასაც ფსიქოლოგი ხდება. სულ ყველა იყოს, მაგრამ რას გააკეთებენ? არის ეს საოცარი რაღაცები ხდება ხა. მაგრამ ეს მარტო საქართველოში არ ხდება. სამწუხაროდ. კი, ეს არის პროგრამა და სკოლაში ძალიან ბევრი ისე ვთქვათ მიმართულება, რაც აუცილებელია ინტელექტისთვის, განვითარებისთვის, იღებენ პროგრამიდან. იღებენ ახლა უბრალოდ მაგალითს გეტყვით, ასასწავლენ ისტორიაში, მაღალ კლასებში. გადაარჩა სახელმძღვანელოს და მარტყოფის ბრძოლა შეიძლება არ შეიტანო, მაშინ რა ქვია, ისტორიის სახელმძღვანელოში. არ ვიცი რა. იცით ხო ისე გვინდა არ გვინდა ვლაპარაკობთ ზოგადად ეკოლოგიაზე და ხვალინდელ დღეზე ნიადაგის იქნება თუ ზოგადად წყლის იქნება საქართველოში. მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, იცით. ერთს რო არ მიხედოთ, მეორე დაინგრევა. ბატონო, თავარი კიდე რა არის ზღვები ახლა გუშინ ვკითხულობდი 11 მიწისძვრა მოხდა ერთ-ერთ ზღვაში არ დავასახლებთ არ გავხერთ გულისვინც იმ ზღვას მისახლოს ხორობს, მათ 11 მიწისძვრა მოხდა ერთი დღის განმავლობაში. აი ღმერთმა დაგვიფოროს და რამდენად დაზღვეულია შავი ზღვა, რამდენად დაბინძურებული ზღვა, რომ ყველაფერ ამას არ მოგვაყრის სახეში. იცით ეგ პროცესი თუ არ შეჩერდა და ჩვენ თქვით რომ ადრე ეს ზოგადად ნივთიერება იყო 400 მეტროში სიღრმეში და ეს უკვე 200 მეტრამდე ამოვიდა 1.50 მეტრი თუ ამოვიდა კიდე ეს იქნება უკვე სასწაულად სახიფათო მომენტი ძალიან მე აღარ მოგობ უფრო მეტი და ეხლა ეს 200 მეტრი რაც ზოგადად ეს მაზუტი არაფერ შუაში არ არის ისედაც იყო მაგრამ აი ამ მაზუტმა აი ამ პროცესს დააჩქარებს კი დააჩქარებს კი იცით იმიტომ რომ ეს ქვემოდან რო ამოდის ეს არის კვტარი შემადგენლობა იქ პრინციპში ბაქტერიები ვირუსები არაფერი არ არის სიცოცხლე არ არის და აი ამ დარჩენილ 200 მეტროში იქაც კლავს სიცოცხლეს ერანება ხო და ისიც კვდება და ეხლა ზემოდან ეს მაზუტი ფენას რო გააკეთებს და ჟანგბადი აღარ შევა წყალში ეს რაოდენობა მოხდება და ესეც გაიზრდება უფრო სწრაფად რა ვიცი მისახედი აუცილებლად მისახედია მე მესმის რომ კომები მიდის იქ რაღაც გარკვეული პრობლემები ერთი პრეზიდენტი მეორე პრეზიდენტი და ხავს არაფერი არ აინტერესებს უმეტესობას და რაღაც გარკვეული ძალიან პატარა რაოდენობა ადამიანს ფიქრობს ისე ვთქვათ ეკოლოგიაზე და ხვალინდელ დღეზე სულ ყველა გადართულია პოლიტიკაში მაგრამ მიხედავთ იმას რაც მისი გადარჩენას კიდე შეიძლება დღეს იმიტომ რომ ხვალ ის პრეზიდენტი და ეს პრეზიდენტი და ის პრეზიდენტი რომ ეს კიდე ალბათ პატარა არის აღარ იქნებიან თუ ეს აფეთქება მოხდება და რაღაცა უბედურება თავისთავად ძალიან სერიოზულად არის საქმე ამ ხრივ და იცით რო გადახედოთ ისევ ინტერნეტთან ბრუნდებით ინტერნეტში რო გადახედოთ ეს საკითხი ყოველდღიურად უფრო მწვავდება. კი ბატონო. და სამწუხაროდ ეგრეა. სამწუხაროდ არ ვიცი საქართველოში ამ ხრივ კონკრეტულად რამე თუ კეთდება. რაც გაკეთება თუ რა თქმა უნდა არ შეერთვა მაშინ ხალხი ვით შესახება ჩვენ ვსაუბრობთ ამდენ ჩვენ ალბათ ესე ველოდებით ისე ამერიკელები გააკეთებენ, ან რუსები გააკეთებენ, ან ჩინელები გააკეთებენ. ჩვენც გავაკეთეთ რომ შევიდანო ჩვენი წილი. როცა გვაქვს ამის საშუალება. რეალურად. და გვყავს ამის თავები ქვეყანაში. რეალურად გვაქვს. ხო გეუბნებით ეხლა ტრაბახით გამოდის, მაგრამ 180 ქვეყანა ეჟდა და მარტო მე ამ შემთხვევაში თქვი როგორ უნდა გადარჩეს ფუტკარი. ბატონო, რამდენი სკით გადარჩეს წაბლის ტყე
გახმობას და ფაქტურად სასწაული მოახდინეთ. ნუ იქ პატარა რაოდენობა იყო ზოგადად იქ იყო თუ არა ვწდები 5 გექტარი მეტი და და სკარამდენი იყო ფუტკრის 5-ის კაი იყო მაშინ 5-ის კაი იყო და ნუ სხვა საშუალება მიეცით თქვენი წვეთები ამ ფუტკრებს ხო მიხსურა გაუკეთეთ მივეცით ფუტკრები გაძლიერდნენ გამრავდნენ საჭმელი ხო ჭირდებოდა საჭმელი და ერთ-ერთი საშუალება იყო ეს ტყე და მაგრამ თავისი იქ თქვათ საჭმლის მოპოვების დროს აყვავეს მთლიანად თვითონ დამტერა მოხდა მათი აუცილებლად იქ არა მარტო იცით იქ გენეტიური პრობლემაც რომელიც ელექტრომაგნიტური ველით გადაეცემა ხო ფუტკარი იქ რო შეფრინდა რაღაც გარკვეული ენერგია შეიტანა სიცოცხლე შეიტანა და როგორც ჩვენ თქვით რომ სულიერი ცოცხალი იგივე ხეები თავისი ესე ვთქვათ ემოციები აქვს თავისი არცი შენერებით გაივსო ტყეო ბატონო ჯანიკოვას ცნობენ ამ სულ ყველაფერს და რადგანაც შემოვიდა იქ εν რაოდენობა ფუტკრის და ის მოვაგდავი ხე მიიღო ეს რაღაც გარკვეული ინფორმაცია. ეხლა ბატონიგი აქ იმას რომელიმე მულტფილმს კი არ ყვება. ეს სიამოვნებაში ასე რეალურად მოხდა ყველაფერი ეს და აი როგორც მულტფილმებში გვინახავს რომ როცა წყარო ამოან რაღაცა და სიცოცხლე შემოაქვს ისე შეიტანა სიცოცხლე ამ ფუტკარმა ამ ტყეში და ფაქტურად ტყე გააცოცხლა. ეცით მე ხა ამ წელიწადს სპეციალურად წავალ ისე თქვა ბათუმში აუცილებლად წავიდე ვნახო ეს ტყე დღევანდელ დღეს როგორ არის კი ამისინად პიროვნება რომელიც აი ესკები დააყენა იყო თბილისში შემოსული რამდენიმე დღის უკან და მე შევეკითხე მე ვთქარი თუ დადიხარ აი ტყეში და კიო დავდივარ და მეთქე რამე თუ შეიძლება დადებითად კიდე იცვლება ეს შეუცვლად პროცესის თქმა დადებითისკენ. აი ეს პროცესი, რომელიც ნუ რაღაცა გარკვეულ დონემდე მივიდა უარყოფითი, შეიცვალა მიმართულება და ხებს მიემატა ძალა ბრძოლის. და სიცოცხლე მოემატა ლაშტავარი. აუცილებლად. და ეს ხეები მაგათ თავისი აზროვნება აქვს, თავისი რაღაც გარკვეული რომელიც ადამიანზე გადმოდის მე ადამიანის განწყობაზე პირდაპირ კავშირში. ცნობილი ფაქტია, სად თქვა ადამიანი ზინავს ზოგადად ქალაქში და სოფელში და თქვა ტყეში. და შეადარეთ რომ გაიგვიზება ადამიანი რა სიტყვის რომელიც თქვა აი ამ სამწუხაროდ კოლოფში გამოკეტილი ზინავს და იქ რომელიც ზოგადად სუფთა ჰაერზე გაიღვიძებს რომელიც ჰორიზონტს უყურებს პირდაპირ გახედავს იცით ნუ ეს არის საოცრება ხო ეხლა მე როგორც ალბათ უყოვი ჩვენ ისმეს ყოფილა ესე სიტუაციაში რომ ბუნებაში გაიღვიძა და იგზა თავის უსმენად ის სოცხლე იგზა აუცილებლად თავის საჭიროება იგზო და ბევრი რაღაცა. თვითონ ხასიათზეც მოქმედებს. კი ბატონო. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ეხლა რო გაიგვიძებს ადამიანი დაბინძურებულ ზღვასთან, რომელიც გამორიყავს ნაგავს ან მაზუტს ან რაღაცის ნარჩენებს უკვე სულ სხვა გზნობა და სულ სხვა ვითარებაში ხდება ამ ადამიანის სოციალურ ცნობიერება ამ შემთხვევაში. ისე იგივეს ვიტყვი რომ ადამიანობა გაიარა რაღაც გარკვეული გზა ამ გზის განმავლობაში წარმოიქმნა რაღაც გარკვეული სისტემები ორგანიზმში ეს დამცავი სისტემები იქნება და ეხლა ჩვენ აი ამ არასწორი თქვათ ქიმიური საშუალებები და რაღაც არასწორი ხმებითაც კი ზოგადად ტალღების რომელიც სულფერი უშვებს ტალღას აი ეს შუშა თავის ტალღებს უშვებს და ნუ ჩვენ მაგას ვერ ზნოთ მაგრამ რაღაცა ინფორმაციას გვაძლევს და რაღაც გარკვეულ ზემოქმედება აქვს ჩვენზე ხო და ჩვენ ნუ ორგანიზმს აქვს დამცავი მექანიზმები და ზოგადად უარყოფითად ჩვენზე ალბათ მოქმედებს ნუ იმდენად მაგრამ შეიძლება გაატაროს ეს ორგანიზმი კი ბატონო
ებრძვის მაინც რაღაცას მერე ასწორებს. მაგრამ არსებობს ესეთი ტალღები, რომელიც საკმაოდ ძლიერია და ორგანიზმს არ აქვს საშუალება, ინფორმაცია არ აქვს ამ ტალღებზე, რომ ეს მტერია. და მაგასაც დაჭირდება რაღაც გარკვეული დრო, რომ ორგანიზმმა გამოიმუშაოს დამცავი მექანიზმები. იმუნიტეტი. მაგრამ აი ის დრო, რაც ჭირდება ორგანიზმს, რომ შექმნას ეს იმუნიტეტი და ის დრო, რაც ზოგადად ზემოქმედება არის უარყოფითი, შეიძლება დროში სულსხონელი დრო იყოს და დაანგრევს ეს. თუ ვერ მოასწრო ორგანიზმი. ეგ არის და აი ამ დანამატით ზოგადად ამ და სხვა საშუალებებით, რასაც ჩვენ ვამბობთ ეკოლოგიაზე, თქვათ, მაგის თქვათ დადებითად ცვლის პროცესებზე, ამას ეს არის, რომ ჩვენ უჯრედს ეს ცოცხალი უჯრედი იქნება თუ არა ცოცხალი, ზოგადად ვაძლევთ ინფორმაციას, რომ აი ეს არის მტერი. ხო და ის გამოიმუშავებს რომ ტერიტორიულად დაფის და მოყარეს მოყოლოდ. პატროგია, დაახლოებით ყველაზე კაი შემთხვევაში ახლა თქვათ, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ ამის შესახებ, მინდა გავაგზავნო საუბარი, თუ მოხდა მაზუთის სასტიკად სწრაფი განადგურება. თუ მოხდა შავი ზღვის ბევრი თუები დაგვიგროვდა, მაგრამ 100 ჯერჯერობით. ასე ვთქვათ, ეკოლოგიურად შავი ზღვის გაწმენდა. ანდაც იმ დონეზე, როგორც ამოცანას გაქვთ თქვენ, როგორც მესწერი დასახული, რომ 100 წლის წინანდელი შავ ზღვას რომ დაემსგავსოს დღევანდელი შავი ზღვის თავის შედგენილობით. ამ შემთხვევაში რა მოხდება შავი ზღვის გარშემო? თქვენი აზრით. იცით, როგორც ჩვენ თქვით, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის. ერთი გამოიწევს მეორეს, მეორე გამოიწევს მესამე რაღაც გარკვეულ პროცესებს და შავი ზღვის აღდგენა გამოიწევს თქვათ სანაპიროს აღდგენას. ზოგადად ვამბობ სანაპირო, მაგრამ ეს ეხება ალბათ ჰაერსაჩესლის ხო გარშემო, ჟანგბადს, ყველაფერი ამას დადებითად აუცილებლად. იცით, აი როგორც მე ხო თქვი ამისინათ, რომ ამერიკიდან ჩამოსული კაცი ეგრევე იგრძნო სხვაობა ჰაერში, რაც სუნთქავდა იქ და რაც სუნთქავს თბილისში. იცით, ეს ჩვენ მიჩვეულები ვართ, აი ამ თქვათ. კი, შევეჩვიათ, ჩვენ ფილტრებით მიეჩვია, ცხვირის და ყველაფერს კი ბატონო. დამცავი მექანიზმიც ალბათ ჩართულია ზოგადად, მაგრამ ის რომელიც სუნთქავდა იმ ჰაერით, აქ უწევს იგრძნო სხვაობას. იგივე იქნება ამ შემთხვევაში. ჩვენ თუ აი აქ შევცვალეთ ეკოლოგიურად ზოგადად შემადგენლობა და იქ პროცესები, რომელიც საუკუნეები მიმდინარეობდა წყალში, ამ შემთხვევაში შავ ზღვაში, აღდგება შეცვლის ბევრ რაღაცას, დადებითად შეცვლის. ანუ თუ ჩვენ შევძლებს ამის გაკეთებას და საქართველოს შეძლებს ამის გაკეთებას, ესე იგი მარტო საქართველოს ვარ კეთებს. ეს კეთება ყველა ქვეყნის, რომელიც ამ შავ ზღვის, ასე ვთქვათ, მოხმარებელს წარმოადგენს მის გარშემო, რომელიც ტრიალებს. და ეს მარტო შავ ზღვით თქვა დამთავრდება 1000-ობით ზღვა არის სოფლიოში და 4 დიდი ოკეანე. რომლის საიდან შეიძლება მე სადაც შეიძლება მოსწრების გამეორება იქ. და იგივე, ასე ვთქვათ, პრობლემის უფრო იოლად მოგვარება, როცა ერთხელ უკვე განვლილი გვექნება ეს გზა. და ეს ხო გამოიწვევს მთელი მსოფლიოს გადარჩენას. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი ის მთავრობაში იქნება თუ მთავრობის გარეთ თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ ამ საქმეზე იფიქრებს. ამაზე უკეთეს რა უნდა გააკეთოს ან თავის ქვეყნისთვის ან მსოფლიოსთვის. იმიტომაც არსებობენ ეს ინსტიტუტები ნებისმიერ ესე ვთქვათ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ინსტიტუტები, რომელიც ამ თემებზე ფიქრობენ და ცდებს აკეთებენ და შემოაქვთ რაღაც გარკვეული ახალი ტექნოლოგიები, რომ გადაარჩინოთ ადამიანობა. ჩვენ ალბათ იმ გზაზე უნდა ვიდეთ. ჩვენ ახლა 132 გადაცემას დღეს, მაგრამ კიდე 132 გადაცემას ჩავწერთ, მაგრამ ეს პრობლემა თუ არ დაიძრა ადგილიდან ერთ-ერთ გადაცემას ამოგზრება სული. არც მეტი არც ნაკლები. სული მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე ინსოლანებაში ვართ, რომ საშიში აღარ არის, მაგრამ საწყალი ბავშვები რა უნდა თქვა. აი მაგას ზუსტად ხო. ამიტომ ყველა საქმე უნდა გახდეს, ეს დიდი იქნება თუ პატარა იქნება. ეს როგორმე უნდა მივიტანოთ. ან ჩვენ და ან იმ ხალხმა, ვინც ვისაც ეკუთვნის ამის მიზანა ჩვენ ზიათრი.
ჩვენ ვიფიქროთ, ჩვენ ცდები გავაკეთოთ და იმედი მაქვს, რომ მე ის ხალხი, ვისაც მეტნაკლებად ეგ პრობლემა შინაგანად აწუხებს ნერვიულობს ამ თემებზე და ფიქრობს თავის შვილიშვილებზე. თქვენ ამას იმიტომ საუბრობთ თქვენთან რამდენხანს, რომ ეს საკითხი ჩვენ გადაცემაში დავიწყეთ მანამ სანამ მაზუთი მოგონებულიც არ იყო მაზუთის პროცესი მაზუთი როგორ არ იყო მოგონებული საერთოდ, მაგრამ ეს პროცესი რომელიც დაიწყო ქერჩინელმა, მაგრამ ჩვენ მანამდე მივაქციეთ ყურადღება თქვენ ერთ-ერთ მასში თავიდანვე თქვით, რომ ეს შავი ზღვის პრობლემა არის გადასაჭრელი საქართველოში ერთ-ერთი პირველი პრობლემა არის სისხლძარღვად დაკავშირებული ჩვენს არსებობასთან. და იმ ქვეყნების არსებობას, რომელიც ამ შავ ზღვაზე ასე ვთქვათ, ღმერთმა დაავლინა და დაალაგა აქ. ეს კანონზომიერია, იცით, ჩვენ ამის წინათ თქვით ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ტრამპი მოვიდა სათავეში და ეგრევე თქვა, რომ ამერიკაში უნდა მედიცინა გადავიდეს კვანტურ თემებს. კი ბატონო. ეს კანონზომიერია, მაგრამ მე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ კვანტური, ესე ვთქვათ, მიმართულება ეს საშუალებები, კვანტური საშუალებები გენიალურია და ბევრად დაეხმარება ადამიანობას, მაგრამ თავისი უარყოფითიც აქვს, რომელიც საბოლოოდ ღმერთმა ქნას ჩემი ესე ვთქვათ სიტყვები მართალი არ იყოს, დაღუპავს ადამიანობას, მაგრამ რადგანაც არსებობს მიმართულება ამ კვანტური მექანიკის განვითარების, უნდა იყოს მიმართულება ამ კვანტური მექანიკის უარყოფითი მომენტების განადგურების. რა თქმა უნდა, თავისთავად კანონზომიერია. კი ბატონო. და იგივე იქნება შავ ზღვაში, თქვათ, ეს იქნება ნიადაგში რა განსხვავება. ესე თქვათ, ევოლუციას ადამიანი ვერ გაიქცევა. ვერა აი იმ წიგნს როცა წერდი ჩვენ ტელეპორტაცია მით თუ სინამდვილე. ეს მას ჩვენ გავითვალისწინეთ, აქ ჩავწერეთ. შავი თეთრზე რომ აუცილებელია რომ ახლა ხშირად ვახსენებ რომ სასულიერო პირის მონაწილეობა იმ რომელმაც იცის ეს საკითხები აუცილებელია ამ ექსპერიმენტების დროს რომ რამეზე არ წაგვისწეს ხელი, რამეს არ შევეხოთ ისეც რაც უფლისნებას ეწინააღმდეგება. იმიტომაც კეთდება ცდები, იმიტომაც უნდა მიიღოს ამ ცდებში რაღაც გარკვეული რაოდენობა ხალხის, შეიძლება სხვადასხვა მიმართულების ესე ვთქვათ ფონდი, ეს იქნება ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ზოგადად ვამბობ, ბიოლოგი, ან თქვათ ღდელი მნიშვნელობა არა, ეს პოეტიც იყოს. ფილოსოფოსი იყოს კაცო, ყველა პროფესიის და ყველა ასე ვთქვათ ჯურის ადამიანი. ნიშნულობა რა ჩვენ ამ შემთხვევაში არც კარისფერს, არც ერს და არც მის წარმომავლობას. თავარია რომ ერთი მიზანი ქონდეს ყველას და ერთი მიზგაში ყველას გაეცენებოდა. თავისი ესე ვთქვათ შეხედულობა აქვს, თავისი დაგროვილი ინფორმაცია და შეიძლება რაღაც ისეთი საინტერესო წინადადება გვითხრა რომ საქმე ყველასთვის გამოინახება. თავარია ეს საკითხი აინტერესებდეთ და გულწრფელად იყვნენ დაკავშირებული ამ საქმესთან. თავარია იფიქრონ. დღევანდელი გადაცემა დავამთავრეთ ბატონო ზალდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენთანაც რო ხართ და ველოდებით თქვენ რას დაგვიწერთ და რითი დაგვეხმარებით ჩვენ. ძალიან გვეხმარებით თქვენი ასე ვთქვათ შეკითხვებით, თქვენი გამოხმაურებებით. დიდი მადლობა მისაცვის და ველოდებით თქვენგან ასე ვთქვათ გამოხმაურებებს. კარგად გზანდებოდეთ, მშვიდობიან. კარგად ეხმარებით.